მოკლედ მეგობრებო, დაგიმბრუდით ცუდი ამბავით. შევალამაზე ჩემი მანქანა მოკლედ. Hello, boss? Yeah, Michael. I have a problem. Yes. Lorry, start, no problem. Drive, 1, 2, 3, problem. Yes. Oh, eu myślę, że to Getriebe. Getriebe no working. გამოვატარე მოკლედ იქიდან ბაბუ და აგერ ჩემი ტორმუზები და რა ხვან ამაზე დავატირე ეგერ იმაზე რა იქთა იმაზე რა. და ცვატია. 20 minutes later. ზუსტად იგივე სიტუაცია შეიქმნა წერან, მანქანა დაუთმო, მეორე გამოვიდა და აგერ უფრო დიდი ტორმუზები დაარტყა ტიპმა ნახეთ. სკაპან. რა ადგილია ეს ხო? მოკლედ ეს არის ის გამოსასვლელი მეგობრებო, ნახეთ, ნატორმუზები ხვდებით? აი ეს მონაკვეთი არის, აქ რაღაცა არის, ვერ გეტყვით, აქ ხო არის ნატორმუზები. ეხლა უკან თუ გამოჩნდა, უკანაც გაჩვენებთ. თუ მანქანები არ მინდა, უკანაც იყო ნატორმუზები რა. აქ რაღაცა მონაკვეთი არის, ამ ხიდიდან იმ ხიდამდე სულ საცობია და სულ რაღაცა ხდება ხოლმე და რა ჯანდაბა აი არა ის არ გამოჩნდება იქ უკან, თორე ამ მანქანის უკან იყო კიდე ნატორმუზები. აგერ კიდე ნატორმუზები ნახეთ. ეხლა განახებ კიდე იქიდან აქითაც არის და აქიდან იქითაც. აქ რაღაცა მონაკვეთია, წარმოდგენა არა მაქვს რა არის ესეთი. აი განახებთ ეხლა სხვა დატორმუზებულებსაც. ამაზე ადრე არ მქონდა შემჩნეული. აგერ კიდე ნატორმუზები. ნახეთ. აგერ კიდე ნატორმუზები. ან მაგარი ადგილია, რა ვიცი რა ადგილია, ვერ გეტყვით ხალხო, მაგრამ რა ვიცი ვინც უყურებს ამ ვიდეოებს დაახლოებით სადღაც აი აქ ვარ რა მოკლედ რა. ჩემი ბრალი იყო. წინ C კატეგორია მიდიოდა. ცარიელი მე დატვირთული ვიყავი. და გამოსასვლელი იყო და იქ რაღაც მანქანები გამოდიოდა და რაღაც ჩუჩქოლივით იყო რა. და ყველამ რო დაიწყო ეს გადატორმუზება, თან გვერდზე უკან მანქანა ავგონზე გამოდიოდა ტრაილერი. ყველამ რო დაიწყო დატორმუზება, მე მაინც თვითონ რო ვიყავი, ნელა დაიწყო დატორმუზება და იმან ეს გადაატორმუზა შედარებით რა, წინ პატარა მანქანებიც იყვნენ რაღაც. ხო და მოკლედ იმან მოვასწრო გაჩერება, მე ვერ მოვასწარი გაჩერება და ესე საცობში ჩათვალე, უკიდან მივეტყიბე რა. უყურებდი უკანა მანქანას, მეთქი ნელა დავიწყებ უკან არ შემომაჯდესკო, რასაც აკაურები ნაკლებად ჩვევიან მეგობრებო, აკაურები მარტო წინ ყურებიან, უკან ნაკლებად, უკანაც რა თქმა უნდა ყველა ესე არ არის, მაგრამ ზოგადად რო იძახიან ხოლმე რომ გერმანიაში და იმაში ევროპაში თუ არ გადაიწევი გადაგივლიან, მაგ რაღაც ასეთი ინსტინქტები დადიან. ამიტომ ის შეცდომა რაც მე დამემართა, აკაურს ნაკლებად დაემართებოდა და ასევე დამწყებსაც სავარაუდოდ ნაკლებად დაემართებოდა, იმიტომ რომ დამწყები მარტო წინ გაიხედებოდა და მე ხარ ახან 360 გრადუსს ვაკონტროლებ ხოლმე, ყოველთვის ვცდილობ ყოველ შემთხვევაში გავაკონტროლო. აი ესეთი რაღაცა ცოტა ის რომ უკანაც უყურებდი მანქანას, ცოტა ის რომ თან სიმართლე გითხრათ ცოტა მოდუნებულიც ვიყავი, უკვე დაღლი ვიყავი და პარკინგი მონიშნული მქონდა, უკვე უნდა შევსულიყავი და მესვენა რა. რაღაც ვერ ვიყავი, კარგად გაციებული ვიყავი და მოწყვეტილი ვიყავი, ესე ვთქვა და მეთქი უნდა დავისვენო ეხა. და რეაქცია ჩენელებული მქონდა ცოტა რა. და მოკლედ ესეთი რაღაცა რომ მოხდა, დავეჯახე წინა მანქანას. ხო, მოკლედ ძალიან გული დამწყდა მეგობრებო, რომ არ მოგატყუოთ. ძალიან მიყვარდა ეგ მანქანა, მაგრამ როგორც ვიძახი, არასდროს არაფერი არსებობს მეგობრებო, მარტო კარგი და ასევე არასდროს არაფერი არსებობს, მარტო ცუდი. ყოველთვის აქვს ყველაფერს როგორც კარგი, ისე ცუდი მხარეები. ან როგორც ცუდი, ისე კარგი მხარეები. მოკლედ მოვიდა პატრული, რაღაცა რა ენაზე საუბრობ, მეც ქართულად. ო, მაშინ აგერ პასტაფურცელიო და ბლოკპონტი გააზო, დამიწყო დახაზვა, რომ აი ნახევე ზოლიო, ესაო მეც რას ხს ეს კაცო. თქვენო აქ იდექითო, ის აქ იდგაო და თქვენი აზრითო ვისი ბრალიაო. მეთქი ამაზე ხატავდი, მეთქი ამაზე ჩააბარე სამხატვროში, მე ჩემი ბრალია, ვისი ბრალია მეთქო. თქვენი აღიარებთო, ხო, მეთქი აღიარებ ხა, უკიდან დავეჯახე და ხა, რა თქმა შენ პასტაფურ რას მიხაზავ მეთქი. თელის რო დამიწყე აქ ხატვა მეთქი, რა გეთქვა პირდაპირ გეტყოდი პირდაპირ მეთქი. კაიო, მას 50 ჯარიმა უნდა გიწეროთ. წავიდა 35 ევრიანი ჯარიმა დამიწერა. ჩაუყარე რა თქმა უნდა უფროს ყველაფერი, ფოტოები ყველაფერი. მანქანა სიარული შეუძლიაო. მეთქი რავი შეუძლია, ანუ ლაბავიზე ბზარი მქონდა თუ გაქვს ჩემი ვიდეოებში შემჩნეული და ის ბზარი დარტყმის დროს ლაბავი არ შეხებია, მაგრამ გაყვა ესე ბზარი რა.
მოგეთ ლაბავის ბზარი დაედო საკაიფოდ. კაპოტი გაფუშტა. იქ დვორნიკის რაღაცა მოტყდა, რუჩკა მოტყდა, ზევის სამზიური რომ აქ ის დაილეცა. და რაღაც წყლებივით გაასხა, მაგრამ ეს წყლები საიდან მოვიდა წარმოდგენამ, მაგრამ არაფერი დაზიანება არ ქონდა. რომ შემოწმე მეთქი მანქანა სიარული შეუძლია. სადაზღვეულო და რაღაც სპონჩი, სადაზღვეულო ფურცელი უნდა იდოს მანქანაში რა. ეს სადაზღვეულო ფურცელი არ იდო მანქანაში. და მეთქი გამომიგზავნა, თორე პატრული მომთხოვს ახლა ანის კაც ხოვნა მივცე მეთქი. ელექტროდად გადმომიგზავნეს ეგ. მაგრამ პატრულს რო ვაჩვენე, აი ეს არ გვინდა უკაც ვაგერ ჩვენ რაღაცა ეს ვთქვათ სადვიდექი მე და ამონახაზი რაღაცა სადით გაის მანქანა და დაჯახების მომენტი და თარიღი და რაღაცები თვითონვე შეავსეს და მომწეს ეს ფურცელი შენს უფროს მიეციო. და 34 ევრიანი დამიწერს და მაგდამ თავდა ყველაფერი ჩამოვართვით ხელი იმის გადაღებას ვინდოდა სერვის გადაღებას ვინდოდა პატრულს აი ტიპები იყვნენ ლაჟერს გერმანელ პატრულზე რომ ამას ვიტყოდიოდეს მე რას წარმოვიდგენდი მაგრამ რაღაცე დადები ტიპები იყვნენ რა ეს კაცის და ეს ბაბუკაცის და ისი ძალიან ისე პირველად ქონდა გერმანელებთან ისეთი კაი ისა რა ცუდი ამბავი შეხება მაგრამ კარგად ამახსოვდა სამივედო და ეს რაღაცა ხელი ჩამოვართვით ყველა ერთმანეთს და აბა კარგად ვიდობიანზე და დავიშალეთ რა. და ანუ მოკლედ ეგრე დამთავრდა ეგ ამბავი მეგობრებო. 35 ევრო ჯარიმით, რომელიც მე გადავიხადე ადგილზე რა თქმა უნდა და ეს ფურცელი გამაყოლეს სამსახურში ჩაუტანეო. ჩავედი მოკლედ სამსახურში, როგორც კი შევედი ბაზაზე, ეგრევე გამოვიდა უფროსთა თავის ძმა, ვინც ამ მანქანებს რაღაცას უყურებს. ანუ სანამ აპარკინებდა რაღაცა, წინ დაუწყეს მანქანას ყურება და მე მომესალმნენ რა თქმა უნდა, როგორ ახარო აბა ხო ხარ კარგად და აშვები როგორ მოგივიდაო აბა და უყურებენ ახლა მანქანას რა. მეთქი ესე რა. ცოტა ესეც ვიყავი მეთქი მოდუნებული, ცოტა ისეც, თემბრალია. იმან დაატორმუზა, მე ვერ დავატორმუზა, მოგეთ კი მივეტყები აგერ ამზედაც ვატირე მეთქი. ყველაფერი რაც იყო უთხარი რა. მეთქი ესე მომივიდა. კაი უკაც შენიყავი კარგად ვეგარაფერიო. კაი ხა მანქანას წავიდანებები, всё. დაიწყეს მანქანა მიაგდეო, ეს სერვიზი უნდა წავიდეს 1-3 კვირა მაინცო რა. აი მანქანას დაждდებიო. მეთქი დავждდები ხო ამას ვიზავ. ნახე აბა თუ შეეჩვევი და რაღაცაო. всё ეგა შენი მანქანაო და შენი ყავი კარგად ამას წავიდანებო. მოკლედ და ასე მარტივად დამთავრდა ეგ ამბავი. მე კი გული დამწყდა რა თქმა უნდა და თან გამიტყდა ახლა რა ვარიადო. ამოსტილი მძღოლი რაღაც და მანქანა დაამტრია, მაგრამ ეგ მანქანა სიმართლეა კაპოტი და ის შეღებილი ქონდა, მაგ მანქანას და უკან იმაზე თუ მაგ ფოტოები ჩაგისვათ, პატარა რაღაცა ვალნაც ქონდა უკანა შუშაზე. ამ ადგილას დაახლოებით უკანა იმაზე რამკასთან. ხო და მოკლედ ესე მარტივად დამთავრდა მეგობრებო ეგ ამბავი. მე რა თქმა უნდა გამიტყდა თან ეგ მანქანა ძალიან მიყვარდა, ძალიან შეჩვეული ვიყავი. და რა თქმა უნდა არ მესიამოვნდა და გული დამწყდა რა. მაგრამ რა სიზავთ მეგობრებო? როგორც ვიძახი, არასდროს არაფერი არ არსებობს ამ სამყაროში, არც მარტო კარგი და არც მარტო ცუდი. ყველაფერს აქვს ყოველთვის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასე რომ იმ მანქანა წარსულს ჩავაბარე მეგობრებო და აგერ მეორე მანქანა მომწეს კიდე უკეთესი, ბევრად უკეთესი შემიძლია ვთქვა. ეს უკვე რესტაილინგია. გაფორმებული და რაღაცა ნომერი მინდა გაჩვენოს მეგობრებო, აგერა ნომერი მაქვს 10,000 ლარია, ანუ საქართველოში რო იყო. ხო და ნუ ბევრად კაი მანქანაა, მოკლედ ეს ბევრად რბილია, ეს უკვე სტანდარტია, მეგა აღარ არის, მაღალია უფრო. ეს კი არ მომწონს ერთხელ სფერით უნდა შევაღებინო თქო რა ვინახოთ, თქვით ნახეთ რა დაბალია. ეს 3 თითი შედის რა. ეს ოდნავ აიწევა ალბათ თითი, ნუ 2 თითზე მაქსიმუმ აიწევა და ეგ არის. აი ესეთი მანქანა მომწეს, რომელიც ხა უკვე 500 ხენი ზალიანია. საკმაოდ კაი მდგომარეობაშია, გარბენი ამასაც ბევრი აქვს მეგობრებო, მაგრამ არ ვიცი ვისი ნახმარი მანქანაა, მაგრამ აშკარად კაი მოვლილი მანქანაა მეგობრებო. ეს უკვე იმაზე არის, რა ქვია, ელექტროპრიბორებზეა, აქვს წინ გაყოლის ფუნქცია, ადაპტირებული კრუიზ კონტროლი, რომელიც ძალიან მაგრამ მუშაობს ამ მანქანაზე, ანუ საცობში ჩვეულებრივად ჩერდება, მიდის. სხვა მანქანებზე მეგობრებო 15-20 კილომეტრზე უკვე ქვევით რო ჩამოდის კრუიზით იშება საერთოდ რა. და ამაზე რატომღაც მიდის ხოლმე. მაქვს ტომტომი,
ჩემი ნავიგაციას და ესიც მაქვს, აქ დამატებით ესეც დავიყენე. ეხლა ეს ახალი ტელეფონი მაქვს, მეგობრებო. ვიყიდე ახალი ტელეფონი. აქ ესეც დავიყენე. მოკლედ ძალიან ბევრი ფუნქციები აქვს ამას და რავი, მე ნელა გაჩვენებთ ყველაფერს გზა და გზა რა. ხო და თვითონ მანქანასაც შეეხება იგივეა, მაგრამ ყველაფერი აქვს უფრო კარგ მდგომარეობაში. აი ეს სიდენიებიც ახლა რომ ნახოთ მეგობრებო, აი ნახეთ როგორ მდგომარეა, აი ზღოლის სიდენიას რო ავიღოთ, ნახეთ. 900 რაღაცა ქონდა იმას გარბენი, 800 რაღაცა აქვს ამას გარბენი, მაგრამ აი ბევრად კაი მდგომარეობაშია რა. ერთადერთი ეს გადმოვიტანე ჩემგან, იმიტომ რომ ეს გრუბი არის და ეს გრუბი მევასება მე და ამ მანქანას ქონდა ძალიან რბილი და თან ამის აქი ძალიან ის იყო რა, დამჩვარულივით იყო რაღაც და მე ჩემ მანქანიდან გადმოვიტან კაია. პირველი ბოლო რომელიც ორივე გადასაკეთები, იმისები, ზურგზე დასაკეთები ორივე აქვს რა. დანარჩენი მანქანა იგივეა, მაგრამ რაღაც სხვაობებია მეგობრებო. ხა ჩემთან ეს რუჩკა მოტეხილი იყო, მაგალითად ეს არ ჩერდებოდა, ეხლა აქ ჩერდება რა. მაცივარის გამოხსნა ცოტა აქ ჭირდა ხოლმე და ეს არის მაშვება, რა ქვია. ეს კარგად გამოდის და ნუ უფრო კაი მდგომარეობაში ეს პირდაპირ ფართხალებდა ეს პრინციპში და ეს არ ჩამიგეტია ხო. ანუ მოკლედ აი ესეთი მანქანაა მეგობრებო. უკვე ლურჯი სიდენიები და ეს ლურჯი ახლა პროსტა მე გადაკრული მაქვს. ქვევით ნოხი მაქვს ამ შემთხვევაში, რომელიც კაია დასადგომად, მაგრამ მოსწავლელად ცოტა ისეა, სიმართლე გითხრათ. და აქ ნუ ყველაფერი სტანდარტულადაა რა. არაფერი განსხვავება არა, ერთადერთი რულში არის ცოტა სხვაობა მეგობრებო, ეს კნოპკები და რაღაცეები აქვს სხვანაირად. მონიტორი აქვს სხვა. კარის აბიუკებზეც კიდე ესეთი რაღაცეებია გადაკრული, ტორპედოზეც იყო ეთყობა გადაკრული, მაგრამ ეხლა ახსნილია და წეპოებიც აქვს, სიმართლე გითხრათ, უნდა გავწვენო, შეიძლება ისევ დავაკრათ. ეს აროჟა ყავს აგერნახეთ. და მოკლედ რაღაც სტიკერები და რაღაცეებში არის, რა ვიცი, ექსკლუზივი და რაღაცეები, რა ვიცი, ნუ მოკლედ ცოტა ზიზიპიპილოა, მაგრამ კაი როჟაა რა, მე მომწონს ძალიან. ხო, ნუ მოკლედ ესეა მეგობრებო. აგერ კიდე სახელური, რომელიც პირველი ბოლო, რომელსაც კარგია, გაუფრჭებელი, აი, არ ვიცი, მართლა კაი მოვლია ეს რულით რო ნახოთ, აი ნახეთ როგორია მეგობრებო. 800.000, 900.000 გარბენი მანქანაზე, პროსტა შეხედეთ რა, არ ვიცი. საღოლა მანქანის პატრონს ისაც ეს მანქანა ყავდა და ულიდა. ფარდა გვაქვს მეგობრებო მართლა, რომელიც ელექტრულად დადის, კარგად, ჩემიც ელექტრო იყო, მაგრამ ზევით არადიოდა. ესენს უჭედავს ხოლმე. ამ შემთხვევაში ლუკი გვაქვს მექანიკური, მაგრამ ლუქს მაინც არ ხმარობდი ხოლმე. ესენი გვაქვს მეგობრებო კიდე სენსორებზე, ნახეთ. ოპ, სენსორია როგორც Range Rover-ზე. ყველგან იქაცა აქვს. ეს ოღონდ წითელი უნდა იყოს ჩართული ხა. და მოკლედ კაი მანქანაა, რავი, ძალიან მომწონს, ძალიან რბილია წინა მხარე. არ არის პადუშკაზე, მაგრამ მაინც უფრო რბილია. თუმცა 500 ცხენძალა აქვს, ამას და ის ნაკლები ცხენძალებით იყო, მაგრამ ეს უფრო Mercedes-ივითა ეს გაზი ბევრზე ჭირდება დაჭერა ზოგადად ყველა Mercedes, რო ცოტა რაღაც აზზე მოვიდეს, ანუ ბევრს ფიქრობს ხოლმე Mercedes, ნებგინა პატარა მანქანა იყოს, ნებგი მანქანა რა. ესეც ესე არის და ეგ არ მომწონს. ჩემი მანქანა პატარა გაზზე ძალიან ისეთი იყო, რესკი ხა ტრაილერის რესკობის მე რა ვთქვი, მაგრამ რაც იყო რა, მოკლედ ყოველ შემთხვევაში. ამის ძრავი ბევრად სუფთად მუშაობს. ნუ მოკლედ ბევრად სასიამოვნო მანქანაა სატარებლად, მაგრამ იმას ძალიან შევეჩვიე და ძალიან მეყვარდა მოკლედ, მაგრამ რას იზავთ მეგობრებო. იგი წავა და სხვა მოვაო, ხო გაიგიათ. არა უშავს. ყველაფერი ხდება. ამას იზოლენტები მე დავაკარი და მარტო იქიდან ჩანს, იმიტომ რომ ღამე რო დავდივარ ხოლმე, ყველაფერი განათებული როა. თვალებში მიჭყიტინებს და იქ ნახევარზე დავაკარი იქ ამ ხარას. სიარულში ყველა მემინთებს ფარებს, რა ვიცი, ამას გავსი გაფორმებული მანქანები თუ ხდება, როგორც ბაიკერები რო ერთმანეთს ესალმებიან ხოლმე, ასე საერთოდ უცხო მანქანა, უბრალოდ აი ეს ამ სტილზე გაფორმებული, ამას ხომ ერთ შეკრებები და რაღაცებზე დადიან ხოლმე, რა ვიცი. და ერთმანეთს ძალიან ესალმებიან და სულ ფარის ანთებაში ვარ, მოკლედ ეხლა რა. ასე რომ მეგობრებო, ეგეთი ამბებია, მაგრამ ამ მანქანის ვიდეოებს მეგობრებო სავარაუდოდ ცოტა მერე შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ყვითელი მანქანით მაქვს რამდენიმე ვიდეო გადაღებული, რამდენიმე კი არა, ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული, მაგრამ რამდენიმე ავარჩევ და დავამონტაჟებ და დავდებ. ხოლო ამ ახალი მანქანი და უკვე ახალი ტელეფონით მეგობრებო, რომელიც უკვე კარგად გადაიღებს.
იმედი მაქვს დღეს ღამეს და რა ვიცი სიარულში და ყველგან ეს ტელეფონები ორივე წასულშაბარ და უკვე სამუშაო ტელეფონებია ჩათვალეთ. ასე რომ ეგეთი ამბებია ჩემს თავს მეგობრებო, დროის ნაკლებობა მაქვს სერიოზული მეგობრებო და ვნახოთ რა ვიცი როგორც მექნება იმის მიხედვით იმას ვიზავა ეს ადგილი გეცნობათ ალბათ ჰოლანდიაში ვარ ახლა. მანქანებს რო ყიდიან. Gabriel Sarini, цели 19 მეტრი. ეს ნისლი ვაკ. ანუ მოკლედ ეგეთი ამბები მეგობრებო. ჩემი სმენა 9 საათზე მიდოდა გამიხსნა 32 წუთი გადამისდა. ამ ბზარიან ლაბავებს ხო ვერ ავწდი რა. აი მანქანაზე ეს ბზარი პროსტა ესე არ და გაყვა თორე. ლაბავი შეხება არ ქონია და ეს რაღაცა დაილეცა რა. კარგით მეწავედი მეგობრებო, თქვენ კი მშვიდობიან გზავრობას გისურვებთ, წარმატებები ყველას. მოკლედ დავიძარი მეგობრებო. აი ეს პრიბორებს ნახეთ რა ლამაზადაა აქით რო ჩასწავთ წვანდება. აქით
მე კამერასაც მირთავს იქით ამ ხარეს კამერა აყენია ეს აღარ მჭირდება მაგრამ მაინც დავიყენო სხვა რამის გამო ასე შეგიძლია შეულებრივად გათიშო და მარტო ეს დარჩება ყველაფერი რამე გაითიშება რა და ესე რა კაი წავედით მოკლედ Через 80 метров поверните налево, затем на дороге с круговым движением поверните налево и выберите третий съезд. აი TomTom's და AIGO's და Google Maps შორის რა განსხვავებებია ეხლა ნახავთ მეგობრებო ამ ვიდეოებში რაღაც მომენტში ეს არის კარგი, მაგრამ ძირითადად მაინც ის მირჩევნია პირადად მე, სხვა არ ვიცი. ვინ როგორ. ძალიან ცეთი აი სატარებელი მანქანაა რა. ესეც არ არის ახალი სიმართლესაც, მაგრამ ამ კუზავში ბოლოა ყოველ შემთხვევაში რა და. მე ხა რაც ამ კომპანიაში ვარ, წესიერი მანქანა ჯერ არ მყოლია სიმართლე გითხრა და რაც აქ ჩამოვედი, ცუდი მანქანა არ მყოლია ამ კომპანიების გარდა, ამ კომპანიის გარდა, იმიტომ რომ იქ სხვა კომპანიების სხვა ახალი მანქანები იყო ხოლმე რა და. ეხლა ეს 22-21-იანი, 22-22-იანია, მაგრამ ну უკვე ბოლო კუზავოა და ამის შემდეგ უკვე სახლები გამოვიდა თავის დრო დადიან რა. ანუ მოკლედ აი турбос ხმა და ის რაღაც უფრო სხვანაირია, მოკლედ კაია რა ეს. ШК1, затем выезжайте на автомагистраль. Поверните налево, АН, затем выезжайте на автомагистраль. Поверните налево, затем выезжайте на автомагистраль. Поверните налево, РИК ШК1, затем выезжайте на автомагистраль. ეხლა ამას რო დავაწვევი, всё, წავა თავის და გაყვება იმ მანქანას. თუ მიუახლოვდება, გაჩერდება, თუ რესკად დაატორმოზებს, აი ეგ რაღაცა მაგ და წითლათანათებს ლაბაუის და ისეთ სიგნალს გამოსცემს, პას გააღვიძებს, თუ რაღაც ისეთი საავარი სიტუაცია ხდება რა. ხოლმე მოკლედ აი ესეთი სიახლეა, ოდნავ შესულია კლიმატის კნოპკები პრინციპში. დანარჩენი არაფერი განსხვავება არ არის. იმ ახალ ბოლოში დაახლოებით იგივე რაღაცა ხდება, განსაკუთრებული არაფერი არ არის. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ მანქანის მუშაობა ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე იმ ყვითელით. თუმცა იმ ყვითელი მანქანითაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის მუშაობა რა. მაგრამ ამითი ბევრად სასიამოვნოა. ეხლა დღეს რომ მოვდიოდი, მიხაროდა სამსახურს წამოსვლა, უფრო მეტად, იმიტომ რომ ну кайია რა გისწორდება, кай მანქანით რომ დადიხარ, მაგრა ასწორებს. აღარ ვიზახი მას რომ ყურადღების ცენტრში ხარ და იქ დაჟე ისე დაბალია ხოლმე, ხანდიხარ რომ დავწევ ხოლმე პოლზე, აი მაგ ვიდეოსაც ჩაგისვათ, ხარ ამ ხელაზე დაბალია, როცა დავწევ ბოლომდე. აი როგორი დაბალია და როცა ვიცლები ხოლმე ეს რახან სტანდარტია, ეხა და უფრო მაღალია, ხო? წევ ხოლმე ქვევისბრის რემნები და რაღაცები დაბალზე მქონდეს და ის ალუმინიმი და რაღაცები ადვილად მოხსნა და აი ხა 83 დაიწყო სიარული მას მეყვება, ხედავთ? ეს მე არ მომწონს. ეს მანქანა უფრო არის ისეთი ადამიანის საქმე, ვინც აი დღიურად მუშაობს. ჩემთვის ეს არა, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება გავერთო, ხა 82 სიარული მე რაში მატყობს. ამას თუ არ მაგერ მანქანას გავიდა აბგონზე, ხო? მე უფრო ჩქარი მუშაობა მჭირდება აქ და ჩემთვის ეგ უფრო ის იყო, რა ქვია, ეგ უფრო ის არის. ესეთი მანქანა სულ ყურადღება უნდა მქონდეს, რომ ჩქარაკი შემიძლია ისე დავაყენო, მაგრამ ის ფუნქცია მქონდეს, რომ წინ აი ამაზე ვიზახი, აი. წინ მანქანა რომ მიუახლოვ და ეგ არის და ზოლზე გადასვლის ფუნქცია კიდე მართლა ნახეთ. აი ხა ცოტა გავატარებ ამ მანქანას და ზოლზე რო გადავალ, ნუ ეს ხმა რო იყო, ეხა გაგიყუთლებს რა გვერდზე რა. აი მაგალითად რავი, აი აგერ აყუთლებს, ხედავთ? ნუ რაღაცები აქვს მოკლედ.
auto დანლი აქვს, მაგრამ რატომღაც არ მუშაობს, ვერ გავიგე, შეიძლება ეს გამჭირვალი უნდა იყოს და ყავისფერია გარედან და ლამაზია, მაგრამ შუქნიშანზე ცოტა ესე ქოვი დამჭირდება ხოლმე ყურება და შეიძლება ის დაჩიკი რო ვერ ხედავს მაგიტო, შეიძლება კი არა მაგიტო რა. auto დორნიკები აქვს, რულს რო აუღებ, შუქები გვერდზე სირთვება, ლედები აქვს, თეთრი განათება მაქვს, ზევით ხვევით ყველგან, რა ვიცი, ანუ ყველა ნიუანსით რო აიღო, ყველა ნიუანსით ეს მანქანაჯობია ორი ამის გარდა. ერთი რომ ის მანქანა უფრო რისკი იყო, აი ხა მას ნახეთ, აი ძალიან მჭირდება გაზზე, აი ძალიან უნდა ვაჭი, აი ისეთ რაღაც არ ჭირდება ხოლმე, ხა არაფერი ერთობა მანქანას წარმოება. და მე იწყებს გაღვიძებას. კი, მე მიდის 500 ზალა აქვს, მაინც ცოტა მეტი აქვს იმასთან შედარებით, მაგრამ აი ხა წაი ახლოს რო ვახლოვდები მანქანას, იმას შვება რა. ხო და მე იწყებს გაღვიძება, ცოტა მეტი გაზი დაჭერა ჭირდება, რაც თავიდან მიუჩვეველია, თორემ მე არა და ქალიძე სამანქანას. საკმაოდ დასაკვანი ქალი იყო. და მეორე მომენტი ეს რო უფრო მაღალია, უფრო კაი ხედვა მაქვს, მაგრამ თითქოს მანევრი, თითქოს კი არა აქვს ამანქანას მანევრი ისეთი, რომელიც სხვა შორის ამანქანას კი არა ზოგადად სხვა მანქანასაც ის მეგას ბევრად მაგარი მანევრი ქონია, ეხა დავაფასე. ბევრად მაგარი მანევრი ქონია, აი ოდნავ კი არა, აი ბევრად მაგარი მანევრი ქონდა იმ მანქანას. თან ჩემ ხო მეგა მყავდა სტანდარტზე ხო სედლო უკანა აწეული მქონდა. მაგრამ მაინც ბევრად მაგრამ დგრადას იდგა ის ესე დგრადად დგას განა არ დგას დგრადას, მაგრამ ის მანქანა რაღაცნაირად იდგა რა და ეს სონის ცენტრი სხვანაირადაა გადანაწილებული თუ მე რომ მაღალზე ვზივარ ეს ხო ცოტა უფრო სხვანაირად კოტაობს კიდე შეიძლება ეგ ამბავიც იყოს ყველაფერთან ერთად და მსლათ ასეთის განსხვავებაც არ იყოს ვერ გეტყვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნისლია საკმაოდ ყოველ შემთხვევაში ის მანქანა ბევრად გრადი იყო ეხლა ასას გზაზე არა მაგრამ ეს ინგლისთან იმაში ვიწრევში რომ დავბოდიალობდი ხოლმე ხო იქ იმ მანქანით ძალიან უერანად დავდიე თან ეხლა ამას ქვევით ჩამოშორილი რო აქვს ის რაღაცა სულ სილოს რო ამას არ მოვდო და პატარა ბუგაროგზე რო გადავიარო აი პალიცესკი ბუგაროგზე ცოტა ოდნავ მაღალი თუა მანქანა უნდა ავწიო უკან თორე შეიძლება მოძდო შეიძლება კი არა მოძდებს რა როგორი ნისლია ჰოლანდიაში ნისლი იშვიათად მაგრამ ნუ მაინც არის ხოლმე რა ეს ტელეფონი აშკარად უფრო კარგად იღებს აშკარად კი ბატონო. ახლა ხომ მივდივარ არაფერზე არ უნდა სფეხი. მან თავისი დაიწყო გაჩერება. მე მაინც ავარი უშაურდა უკვე. ესე გაყვება რა მოკლედ და არის ძალიან კარგი რა. ამ ხელა შვება ეხა მძღოლისთვის. ამას სხვა მანქანები არ შვებიან. 15 კილომეტრზე უკვე აქ თითშებიან, всё. გას ოდნავ ფეხს წავაკარებ ესე და всё წავა ესა გაყვება თავის მოკლედ. ეს პატარა მანქანებს ბევრს აქვს, მაგრამ დიდ მანქანებს ეს ბევრს არ აქვს, წირო მიყვება აქვს, მაგრამ ხოლმე 15 კილომეტრზე ქვევით, 20 კილომეტრზე ქვევით ზოგან ითიშება მე საერთოდ კრუიზი აღარ მიდის რა. ასწორებს რა. მოკლედ ეგეთი ამბები მეგობრებო, რა ვიცი. ასე რომ სასიამოვნოა ეს ამბავი, რომ კაი მანქანა მყავს, თუმცა უსიამოვნო როა ჩემი ჭრელა. ვალამაზე, მაგრამ ეგ არაფერი მეგობრებო, ჩვენ ვიყოთ კარგად. ჩვენთანაც არის ძველი მანქანები, კიდევ უფრო ძველი манქანები და ეხლა ჩემ მანქანას გააკეთებენ და ვიღაცას მისცემენ, ვიღაცას გაუხარდება უფრო. ხო და. Через 2 километра держитесь правой стороны. ერთი გაღადავება გავეღადავე კიდევაც მეთქი ამანაირი მანქანის მოცემას თუ აპირებდი ადე დავამტროდი ამას მეთქი მოხდეს იცით. ანუ მოკლედ ასეა მეგობრებო რას ვიზავთ ხდება ყველაფერი ხდება ვინც სახშიზის არაფერს არ აკეთებს იმას არაფერი არ მოუვა და ვინც რაღაც აკეთებს იმას ყოველთვის არის შანსი რაღაცა მოუვიდეს ეგ არაფერი ჩვენ ვიყოთ კარგად დღეს კი დაგემშვიდობებით მეგობრებო და გისურვებთ მშვიდობიან გზავრობას აბა თქვენს ყოჩაღად ყველა